მოკლედ უსმინე და გუთი ხელში ამომევიდა რომ რა მაგარი ტიპია რომ სიყვარულის ჯერა გამიგე და მაინც ჯეროდაო იმისიო რომ სიყვარული გაიმარჯვებდაო შვილები მეყოლებოდაო გამრავლდებოდიო და პატიოსნად ვიცხოვრებდიო ეს კაცი მაგალითია გამიგე და მოდი რა ხა არ დაიბნე სად არის არ ვიცი ძმაო მომიტევე რომ არ გითხარი აქამდე შოთიკოს ვეძახის სცენაზე 25 წლის ბიჭი თორნიკეს ბოდიში მე გასახელები თორნიკე სადახარ ძმაო არ ვიცი მაშინ პირა რუსთავში უაღრესა დიდ სიხარულს და სიყვარულს გვერდში დგომას და აი ვენაცვალე ყველა იმ ადამიანს ვინც ეს სიკეთე და ეს კარგი საქმე გააკეთა მადლობა არ შემიძლია აი სიტყვებით გამოვხატო ის რასაც ეხლა ვუწევ ვენაცვალე არა საერთოდ არ ველოდებოდი მადლობა ყველას მოკლედ ვერ ხატავ რა ჩემს სიხარულს მადლობა მინდა პირველ რიგში ქალბატონ ნინოს მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო და შემდეგ ყველა ადამიანს ვისაც ამ ყველაფერში წვლილი მიუძღვის ნამდვილად არ ველოდით და რავი ეს დღე მადლობა რომ დაუვიწყარი გახადეთ ჩვენ მე ვიყავი მინდობით აღზრდაში ვიზრდებოდი ბებიასთან რა დროსაც მე მოხვდი საჟილახსრულების პენიტენციურ დაწესებულებაში საიდან განთავისუფლების შემდგომაც მალევე ბებია გარდაიცვალა და დაურჩი მარტო დაურჩი იმ პრობლემების და დაბკოლებების წინაშე რაც დღემდე უფლის დახმარებით და შეწევნით გამოვიარე ვცდილობდი შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე უკეთესობისკენ ვცდილობდი დავსაქმებულიყავით ბევრ მავნეჩვევას ესე რომ თქვა დავანებე თავი ნარკოტიკს ალკოჰოლს მათ შორის სიგარეტსაც დღემდე ავიღე მართვის მოწმობა იმის და მიუხედავად რომ ვიყავი მარტო და არ მყავდა გვერდში არავინ ვინ ჩემზე იზრუნებდა და არ მქონდა ფაქტობრივი საცხოვრებელი მადლობა არ მქონდა ფაქტობრივი საცხოვრებელი აქედან გამომდინარე მიწევდა ხან ერთ მეგობართან ხან მეორესთან ცხოვრება ბევრჯერ მონასტერშიც რამოდენიმე მონასტერში მაქვს ნაცხოვრები და მადლობა იმ ბერებსა თუ სასულიერო პირებს ვინ ჩემი ყოფნის დროს ჩემზე ზრუნავდნენ და მოკლედ ბევრი ვეცადე თუ ცოტა ნასამართლეობის გამო ჩემი დიდი მონდომების მიუხედავად ნასამართლეობის გამო პირობითი მჟავრის გამო მეუბნებოდნენ უარს ყავდა შეყვარებული მინდოდა შემექმნა ლამაზი ოჯახი და ვფიქრობ ესეც პრობლემაა რომ ნასამართლეობა არ უნდა უშლდეს არც პირობითი მჟავრი ახალგაზრდა ადამიანს დასაქმებაში და ცხოვრების ესე რომ ვთქვათ გზაზე დადგომაში დავამატებ კიდევ მოვხდი ერთ-ერთ ლითონ კონსტრუქციულ საწარმოში სადაც ერთ-ერთმა ადამიანმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მიიტანა ჩემი ეს მდგომარეობა გულთან და დახუჭა ნასამართლეობაზე თვალისადაც შევისწავლე პროფესია კონკრეტულად შედუღება დროთა განმავლობაში ჩემი პროფესიის შესაბამისად დამჭირდა სერტიფიკატი მივედი პროფესიულ სასწავლებელში სადაც მითხრეს რომ ატესტატის საფუძველზე გასცემდნენ ამ სერტიფიკატს ბევრი ვიშრომე თუ ცოტა ავიღე სერტიფიკატი ავიღე ატესტატი დღესდღეობით თუ არ ჩემი საქმის კარგი შემსრულებელი მყავს 4 წლის გოგონა რომლისათვისაც ვცდილობ შევქმნა ნათელი და უზრუნველყოფილი ცხოვრება რაც მე არ მქონია და რაც დღესდღეობით ბევრ ახალგაზრდას არ აქვს და მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ახალგაზრდებზე რომლებიც ტოვებენ ბავშვთა სახლებს არ აქვთ საცხოვრებელი არ ყავთ ადამიანები ვინც მათზე იზრუნებენ და არ აქვთ ელემენტარული პირობა რომ იცხოვრონ ნორმალურად მაინტერესებს რას ფიქრობს სახელმწიფო ამ ახალგაზრდების განვითარებაზე ბინით უზრუნველყოფაზე დასაქმებაზე თუ განათლებაზე